საპროტესტო აქციების სამართლებრივ ადმინისტრირებას ქართული ოცნების გუნდი კიდევ უფრო ამკაცრებს. 13 ოქტომბერს მმართველი პარტიის უმრავლესობის ხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ უფრო იზღუდება შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს აქამდე არსებული წესები. გაფრთხილება და ფულადი ჯარიმა ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით იცვლება. განმეორების შემთხვევაში კი პირს სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლებენ და 1 ან 2 წლით დაემუქრება პატიმრობა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები და უმრავლესობის ხდომის შედეგად მიღებული სხვა გადაწყვეტილებების საზოგადოებას პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ გააცნო. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან და მომწავლული ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკვეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამღები ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან იქონიებს ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხებაში მიცემას 1 წლამდე ვადით. ასევე სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. აქამდე მოქმედებდა ჯარიმები, ეს ჯარიმები ბოლომდე ეფექტური არ იყო და სწორედ ამის გათვალისწინებით შედის ცვლილებები, როგორც ადმინისტრაციული სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, იმისათვის, რომ უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე, ხო, ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება. ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას რეპრესიების ზრდად და დემოკრატიის კიდევ უფრო შეზღუდვად მიიჩნევენ ოპოზიციაში. მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ ქართული ოცნება სულ უფრო ავტორიტარული ხდება. ოცნება რომ ავტოკრატიული რეჟიმია, ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. და რა თქმა უნდა ეს რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება მათ შორის კანონმდებლობით გააძლიეროს. ეს ხდება დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეზღუდვები შეიძლება ევროპის გარკვეულ ქვეყნებში იყოს მიღებული. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ, რომ იქ ამ ქვეყნებში სამართლიანი სასამართლო არსებობს და დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს. ივანიშვილის რეჟიმი ხედავს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს, რომელიც შეუძლია მოიტანოს მშვიდობიანმა დემონსტრაციებმა და გადაწყვიტეს, რომ ბოლო რეპრესიული მექანიზმები, რაც დარჩათ მათ აამოქმედონ და ადამიანები უკვე ქუჩაში დგომის გამო გაუშვან ციხეში. ეს არის რეპრესიები, რომლის მსგავსით ჩვენ არ გვინახავს აქამდე, თუმცა გვინახავს სხვა ქვეყნებში, როგორც არის რუსეთი და ბელარუსი. საპროტესტო აქციების კიდევ უფრო შეზღუდვად აღიქვამს ამ საკანონმდებლო ინიციატივას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. მათ მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია. ახალი ცვლილებები წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსთვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან. ეს არის კიდევ ერთი საფეხური დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში. მომიტინგეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებების სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლებას საზოგადოების ტერორად აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს. ქუჩის მომიტინგეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებების სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლა. ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში საკანონმდებლო ცვლილებების შეტანას ქართული ოცნება ახლო მომავალში აპირებს. წარსულში მიღებული მკაცრი ზომების მიუხედავად კი რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გაგრძელდა. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.